გადაცემის სპონსორია სამშენებლო კომპანია სასკო. მომავლის თბილისი. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მოძღვარი. ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე. დაგვალცეთ მამა გიორგი. დაგვალცეთ და გაგახაროთ. დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მამა, ჩვენმა ტელემაყურებელმა ძალიან ბევრი შეკითხვა დაგვიტოვა, თუ შეიძლება დღევანდელი გადაცემა მივუძღვნათ მათ კითხვებზე პასუხების გაცემას. რას ნიშნავს მოწამე და დიდი მოწამე? მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ხოლო შეეხება პირველი შეკითხვას, რას ნიშნავს მოწამე, დიდ მოწამე. მოწამე არის ადამიანი, როდესაც ის მზად არის ქრისტესთვის, სარწმუნოებისთვის თავი გაწიროს. ჩვენ ამის მაგალითი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი გვაქვს, მარტო ის რა დღის 100,000 მოწამე, რომლებმაც არ შეებილწეს ხატები, არ გადაუარეს ხატებს, რომლებიც გამობრძანებული იყო ეკლესიიდან და თავისი სარწმუნება დაამტკიცეს თავისი სიცოცხლით ფაქტიურად, ხოლო დიდ მოწამე არის ადამიანი, რომლის წამება ხანგრძლივი პერიოდით გრძელდება, მაგალითად ქეთევანი დედოფალი რო ავიღოთ, ის რამოდენიმე წლის განმავლობაში იყო საპატიმროში, მან სარწმუნოების გულისთვის ყველაფერი მოითმინა და ბოლოს კიდე რაღაც განსაკუთრებული წამებაც კი აიტანა. აი მაგალითად წმინდა დიდ მოწამე გიორგი, დიდ მოწამე ეწოდება გიორგისაც, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში გრძელდებოდა მისი წამება და სხვადასხვა დახვეწილი იარაღებითაც კი. და იმიტომ ასეთი მოწამეებს ეწოდება დიდ მოწამეები. გასაგებია. შეიძლება თუ არა მოუნათლავი ბავშვის ტარება წირვა-ლოცვაზე, აინტერესებს ჩვენს ტელემაყურებელს. დიახ, წირვა-ლოცვაზე შეიძლება, რა თქმა უნდა, წუხზე, ცისკარზე და წირვაზეც არის რაღაც გარკვეული ადგილი, სადაც არის კათაკმეულნო განვედი, როდესაც მოძღვარი ამბობს, შეიძლება ტაძარში დაესწროს მოუნათლავი ადამიანი, მაგრამ თუ ბავშვი არის დიდი უკვე და შეიძლება მისი ეკლესიაში ტარება, რატო არ არის მოუნათლავი? აქ არის ისფება კითხვა, იმიტომ რომ ხშირად შემთხვევაში ხდება, რომ იმის გამო რომ არ აქვს სუფრის საშუალება, იმის გამო რომ ნათლია ფიზიკურად არის და ზოგი თვეები და წლები დელოდება ნათლიის ჩამოსვლას საზოგადოებიდან, აი გადადებს ხოლმე მშობელი ბავშვის ნათლობას, ეს არ შეიძლება, ბავშვი თავის დროზე უნდა მოინათლოს, 40 დღე არის თავისი წესი და რიგით და შემდეგ ის ყოველ კვირას ბავშვი უნდა ვაზიაროთ, ამიტომ ისე არ უნდა მოხდეს, რომ დავასწროთ მარტო წუხს ცისკარს და რაღაც წირვის ნაწილიდან გავიყვანოთ, ხო? არის აუცილებლად უნდა მოინათლოს თავის დროზე ბავშვი. გასაგებია. თუ შეიძლება ფსალმუნების კითხვა ახალი აღთქმიდან. აქ იგულისხმება ის ახალი ქართულით, შეიძლება მარტო სახარების წაკითხვა, ხოლო რაც შეეხება ლოცვას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ის უნდა წაიკითხოს ძველი, მაგრამ ბევრს არ აქვს გაჩვეული ყური გონება აი ამ ძველ ქართულს და ამიტომ ებადება ეს შეკითხვა და ხშირი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სავსვლად ადამიანთან ოჯახში წესის ასაგებად უთქვიათ, რომ ფსალმუნს კითხულობ და უნახებია და ეს ახალი აღთქმის წიგნი, ახალი ქართულით და თუ დაუშვათ ადამიანმა რაღაც მონაკვეთი ადგილი ვერ გაარკვია, გაიგო და რაღაც ვთქვი რომ უჭირს ამის გაგება, შეუძლია ეს გადახედოს და შეადაროს, აი თუ რაზე იყო საუბარი, ხოლო რაც შეეხება ლოცვით, უნდა წავიკითხოთ ძველი ქართულით. ანუ ახალ აღთქმაში მოცემულია განმარტებები ფსალმუნების თუ უბრალოდ ფსალმუნების განმარტება უბრალოდ ახალ ქართულად არის განმოთარგმნილი, უფრო ჩვენ გასაგებ ენაზე და ჩვენც ვკითხულობთ ძველ ქართულად. ღამე ცუდად გავხდი და დავლიე წამალი, თუ შეიძლება ზიარება. რა თქმა უნდა, თუ ცუდად გახდება ადამიანი, შეიძლება მისი ზიარება, ჩვენ არის შემთხვევა, როდესაც აი ფეონზიმი ადამიანი ცუდად გამხდარა წირვის წინ და უნდა მას წყალის დალევა. ზიარების წინაც მიგვიწია უფლება და არის ახლა მაგალითად ისაც დიაბეტი აქვს, ხო? ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ მან დილას აუცილებლად უნდა მიიღოს წამალი და წამალს ვერ მიიღებს, თუ არ მიიღოს საკვების, ხო? ამიტომ ვაძლევთ ჩვენ საშუალებას, რომ გამოვარ მდგომარეობაში უნდა მიიღოს აუცილებლად. ტელემაყურებელს აინტერესებს შეიძლება თუ არა ნათლობის სანთლების ანთება ლოცვის დროს.
ჩვენ თავიდანვე როდესაც ნათლობას შევასრულებთ, ვეუბნებით ჩვეულებს, რომ აი ეს პირსახოცი ინახება მთელი ცხოვრების განმავლობაში ნათლობის, ხოლო შეეხება სანთლებს, ბევრმა იცის შენახვა ამ სანთლების, შემდეგ ეს სანთლები რაღაც იწებება, იღვენთება, სიცხეს ვერ უძლებს, რაღაც უპატიო მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდება ხოლმე და ამიტომ სანთელი ვეუბნებით, რომ დილის საღამოს წუთს შეულებმა დაანთონ სანთელი და ილოცონ თავის ოჯახს. როდესაც ადამიანი გახდება მსხვერპლი მკვლელობის, ამბობენ, რომ მას მიეტევება ცოდვები და ხვდება სასუფეველში, რამდენად მართალია ეს მოსაზრებაა, აინტერესებს ტელემაყურებელს. კი, მე ისიც გამიგია, რომ იმის გარდა რომ ეტევება ცოდვები და სასუფეველში ხვდებაო, აი მთელი ცოდვებიო იმ მკვლელზე გადადისო. ხო, არ არის ეს სწორი მიდგომა, ეს ხალხში გავრცელებული აზრია, პირადი რაღაც აზრი, რომელსაც ვინმე გავრცელა, შემდეგ მოუყვა თავის მეგობარს, ახლობელს და რაღაც დამკვიდრდა ეს აზრი, რა თქმა უნდა, არა, დავუშვათ ავაზაკი, რომელიც წელს ყოველდღე ავაზაკობს და კიდე შემთხვევა, უბედური შემთხვევა და შემოაკვდა ვინმეს, დავუშვათ, ხო? როგორ მოხდება სასუფეველში, ვერ მოხდება. სასუფეველში ყველა ადამიანი მსხვერპლი იქნება ამის თუ თავისი ცხოვრებით დაასრულებს სიცოცხლეს, განიკითხავენ თავისი ცხოვრებით, თუ რას აკეთებდა, რას იმსახურებდა, ამის და მიხედვით. არანაირ შეღავაც არ უკეთებს და თვითონ მკვლელს, რაც შეეხება იმას, ისეც თავისი უმძიმესი ცოდვა ედება ადამიანის ყველობით, ეს არის უმძიმესი ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა. მაწუხებს ცუდი აზრები სიწმინდეთა მიმართ და ხშირად სასოწარკვეთილებაში ვარდები როგორ უნდა მოვიქცეო, გვეკითხება ტელემაყურებელი. კი, ბოროტ, ეხლა ვცდილობს, რომ ადამიანს ხიულადაც ებრძოლოს, რაღაც შეამთხვევს რაღაც სიტუაციებს, მოახვედრებს ისეთ სიტუაციებში, რომ ვცდილობს, რომ ის გამოიყვანოს მდგომარეობიდან ქრისტიანი ადამიანი, მოუწყვიტოს ლოცვას, სარწმუნოებას, ეკლესიას, ასე შემდეგ და აგრეთვე ვცდილობს ყველა ხერხს და ერთ-ერთი ხერხი მისი არის აზრებით ბრძოლა, წარმოსახვით ბრძოლა, ერთ-ერთი დიდი ბრძოლა ადამიანის მიმართ გამოვლენილი და რა თქმა უნდა ეს ადამიანი არ უნდა შეიწყნაროს, ის არ არის მისი აზრი, ის არის უბრალოდ მოსული ბოროტიდან შესაშინებლად და წმინდა მამები ამბობენ ამასთან დაკავშირებით, რომ როგორც აი ჩვენ ჰაერს ვერ დავიჭერს ჩვენ თავზე, რომელიც გადაიქროლებს, ხო, ისე ვერაფერს ვერ მოუხერხებთ ამ აზრებს, მაგრამ უბრალოდ არ უნდა შევისწავლოთ და გავაგზავნოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება და არ უნდა ჩავარდეთ სასწარკვეთაში, ზუსტად აი სასწარკვეთაში უნდა ჩაგვაგდოს ბოროტვა და ეს ვერ უნდა განახორციელოს. დიახ, თუმცა ესეთი აზრები მაინც ცოდვად ითვლება, ხო? თუ არ შეიწყნარებ და თუ ებძვი, ცოდვად არ ითვლება. შენი არ არის და ამიტომ არ დამეღუპა 12 წლის ბავშვი იყო მოუნათლავი, როგორ მოვიქცე? რა ვიცი, ხა პირად ლოცვებში შეიძლება მოუნათლავი ადამიანის მოხსენება თავის შინაურსის და ხორ შეუძლია ეს ეკლესიურად ვერაფერი გაკეთება არ შეგვიძლია, სხვათა შორის ბევრი მოსულა რომ რაღაც ღიარისო, რაღაც მტრედები უნდა ავაფრინოთო, რაღაც სხვადასხვა რიტუალები გაუგიათ და ეს ყველანაირი სტარი არის ეკლესიური სწავლებიდან, ერთს კიდე ურჩევდი ასეთ ადამიანს, რომ ბევრი ქველმოქმედება გააკეთოს იმის სულის მოსახსენებლად, რაც შეძლოს, აი ნაჭერი პური იქნება, ჭიქაწყალი იქნება, კეთილი სიტყვა იქნება, უპატრონო ბავშვების მონახულობა იქნება, აი ბევრი ამბობს, რომ მე არ ამაქვს საშუალებაო, რომ აი დავუშვათ მოვინახულო ავანტყოფი უნაშლო მოვინახულო უპატრონო ბავშვი, მაგრამ ვეთყოდი, რომ აი არ არის აქ ლაპარაკი არანაირ მატერიალურ მიტანაზე, თუ ადამიანი უკვე მივატყვი სიტყვას ეტყვის, დაინახავს, რომ მას ახსოვს, დაუდგება გვერდში, უკვე დიდი მოწყალება არის. შეიძლება თუ არა მძიმე ავადმყოფს უთხრათ ტყუილი, ანუ არ გამომხილოთ მის ესეთი მდგომარეობა. ორი უკიდურესობა აქ, ერთი რომ დავუშვათ ამ ადამიანს არ ეტყვიან, რომ საერთოდ ის მისი დღეები არის დათვლილი და გარდაიცვლება და გადის ადამიანი აღსარების და ზიერების გარეშე და არის მეორე, რომ პირდაპირ მიახლიან რაღაც ფორმის გარეშე და ადამიანი შეიძლება ჩავარდეს სიკვდილისინ სასწარკვეთაში, მოუმზადებელია ორი ადამიანი, ამიტომ აუცილებელია მოინახოს ფორმა და თუ ადამიანს სიკვდილზე მაინც ვერ დაველაპარაკებთ, რომ ის უნდა გარდაიცვალოს, ის მაინც შეძლოთ, რომ ადამიანმა მოითხოვოს მოძღვარი, ჩააბაროს აღსარება და ეზიაროს სიკვდილისი. ტელემაყურებელი გვეკითხება, თუ შეგვიძლია გარდაცვლილი ადამიანის სული ჩვენი ლოცვების შედეგად ვიხსნათ სამუდამო სატანჯველისაგანო.
ვიტყოდი იმას, სანამ მოკითხავს გავცემდი პასუხს, რომ მეორე დნოსთან და სანამ მეორე დნოსთან არ მოხდება, სრული სიხარული არც სასუფეველში არ არის და სრული ტანჯვა არც ჯოჯოხეთში არ არის, მაგრამ ის რომ ჩვენ აუცილებელია, უნდა მოვიხსენოთ ისინი ჩვენი ოჯახიდან გარდაცვლილები, ახლობლები, პირდაპირ ვალდებულები ვარ ჩვენ მათზე ვილოცოთ, შევეწიოთ, მაგრამ სასუფევო თუ ადამიანი არის დღესდღეობით ჯოჯოხეთში მოხვედრილი, სასუფეველში მოხვედრა მოხდება მისი ლოცვა შესმენილი იქნა მისი ახლობლების ძალიან ბევრი მოწყალება გაიცა ამ ადამიანის სახელზე, ხოლო მეორე მოსვლის ჟამს, როდესაც იქნება განკითხვა კაცობრიობის ხელთავიდან, ესე რომ ვთქვათ, აი მაშინ შეიძლება ადამიანი მოხდეს გადაყვანილი იქნას ჯოჯოხეთიდან სასუფეველში. სახარებაში იესო ქრისტეს შესახებ არის ცნობილი იმ ადგილიდან, როდესაც ის ქადაგებას იწყებს, ხოლო უფლის წინა პერიოდზე საუბარი არ არის, რატომ ხდება ასეო გვეკითხება ტელემაყურებელი. დიახ. სახარება არის წიგნი, როდესაც ადამიანებს ეხარათ ქრისტეს სასუფეველი და არა ბიოგრაფიული წიგნი და სახარებაში იმ ზომით არის მოცემული ქრისტეს ცხოვრება, რა ზომითაც არის საჭირო დავუშვათ მისი შობა, როდესაც ის იყო 10 წლის ასაკში შევიდა ტაძარში და ასე შემდეგ. და კიდე ვიტყოდი იმას, რომ ებრაელთა რჯულის მიხედვით ადამიანს არ შეეძლო ესე საქვეყნოდ გამოსვლა თავისი აზრის გამოთქვა 30 წლამდე. და ჩვენ ვიცით, რომ უფალი იცავდა ყველა რჯულს და უფალმა დაიცვა ყველა რჯული, როდესაც ის შეიქმნა 30 წლის და როდესაც უკვე მას შეეძლო გამოსულიყო საქვეყნოდ და ესაუბრა, იქიდან არის ის მნიშვნელოვანი ადგილები სახარებაში ქრისტეს სასუფეველის შესახებ და აქ მინდა მოვიყვანო ადგილი, მაგალითად ბრმის განკურნების დროს სახარებაში არის ადგილი, როდესაც ბრმას განკურნავენ და მის მშობელთან მივლენ ფარისევლები მწიგნობარნი და ამბავს შეეკითხებიან და მისი მშობლების პასუხი არის, რომ წადითო სრულწლოვანია და ჩემს შვილს შეეკითხეთო. ესე იგი 30 წლამდე იქითვლებოდა არასრულწლოვანი ადამიანი, მას არ შეეძლო კიდეც რამე რო ეთქვა ვინმეს, ეთყოდნენ რომ შენ გაჩუმდი, შენ ჯერ არ აქვს მაგასაკი მოსული და ამიტომ საერთოდ არავინ არ მოусმენდა არაფერს. და ამიტომაც როდესაც შეიქმნა უფალი 30 წლის დაიწყო მან ქრისტეს სასუფეველის გადაგება თვითონ კიდე ამ წიგნში რაც შეეხება სახარებას წერია კიდე წინა წერილში, აქ არის მოთხრობილი სულადნე რაც არის საჭირო ჩვენთვის აუცილებელი, თორემ იმ მოქმედების, იმ სასწაულების დათვლა, რაც უფალმა მოიმოქმედა, მრავალი წიგნი არ ეყოფოდა ესეც წერია. მფარველი ანგელოზი ყოველ მონათლულ ადამიანს ენიჭება, შეეწევა თუ არა ის ადამიანს, ვინც განეშორა ეკლესიასაც და წმენასაც. გვეკითხება მაყურებელი. დიახ, ნათლობის შემდეგ ყველამ ვიცი, ჩვენ თითოეულ მონათლულ ადამიანს ანგელოზი ენიჭება, რომელიც თელი ცხოვრების განმავლობაში მფარველობს, მაგრამ როდესაც ადამიანი განეშორება ეკლესიას და მიატოვებს სარწმუნოებას, რა თქმა უნდა, ის ანგელოზი არ განეშორება, ის რჩება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სანამ ადამიანი არ გამოხატავს თავის ნებას, ის ვერ შეეწევა და ვერ დაეხმარება იმ ზომით, რა ზომითაც, როდესაც ადამიანი ინდომებს, ცდილობს, ვალობს და რა თქმა უნდა, მაშინ უფრო შეეწევა ანგელოზს. ლოცვის დროს გონება მეფანტება, როგორ უნდა მოვიქცე, თავიდან ხომ არ უნდა წავიკითხო? ხო, ახლა შევა თავიდან რო წაიკითხოს, კიდე გაეფანტოს გონება და ესე უსასრულოდ გაგრძელდეს, ხო? ამიტომ უნდა ეცადოს, რომ როდესაც გაახსენება, რომ მან გონება გაეფანტა და მიაქცეს ყურადღებას, მობილიზაცია უნდა გააკეთოს და გააგრძელოს თავიდან ახლა. რას ნიშნავს ტროპარი და კონდაკიო? გვეკითხება მაყურებელი. ტროპარი არის, როდესაც წმინდან სავედრებელი ლოცვით ვიმართა და კონდაკი, როდესაც ვადიდებთ მას. გასაგებია. ძალიან გვაწუხებს ასეთი დაძაბული პოლიტიკური ვითარება, როგორ უნდა მოვიქცეთ? საერთოდ ქრისტიანი ადამიანი უნდა ლოცულობდეს და პატრიარქის ყოველთვის ამისგან მოგვიწოდებს, რომ ჩვენ უნდა ვილოცოთ პატრიარქმა შვიძის ლოცვებით შეთავაზა ერს, რათა ერთობით ლოცვა შეისმენს უფალი ჩვენ გვერდზე იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ მართლაც მივალთ უფალთან ვილოცებთ და ვიქნებით ეკლესიური ადამიანები და გადავდგამთ უფლისკენ ნაბიჯს, დარწმუნებული რომ ასეთი მძიმე სიტუაციაც არ გვექნება, მაგრამ ჩვენ ყველას მიტოვებული გვაქვს სარწმუნოება ლოცვა და ჩართული ვარ და და პოლიტიზირებულია მთელი ქვეყანა, ბავშვებმაც კი იციან იქ რაღაც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ან მინისტრი ვინ არის და თითოეული დეტალები პოლიტიკაში. ისე არის დღევანდელ პერიოდში ესე პოლიტიზირებული ჩვენი ქვეყანა და ამიტომ მე ურჩევდი როგორც ჩვენ უწმნესი რომ ვილოცოთ უფრო მეტი და მართლაც ეშველება ჩვენს ერს. მეზობელი მყავს ერთ-ერთი სექტის წარმომადგენელი, თუ შეიძლება მასთან ურთიერთობა მაყურებელი გვეკითხება. ურთიერთობა მეზობელთან შეიძლება, რა თქმა უნდა, ნორმალურად ჩვეულებრივ როგორც ყველა მეზობელთან, მაგრამ როდესაც ახლა არის ზოგიერთი სექტის წარმომადგენელი დავალებული აქვს პირადად სულ მთელი ცხოვრების ცხოვრება უნდა იქ გადაგოს ის სექტის
მიმდინარეობა და იმ შემთხვევაში უნდა გაივლოს ზღვარი და უნდა უთხრას მეზობელმა რომ აი ჩვენ ვიმეზობლოთ, ვიმეგობროთ, მაგრამ როდესაც ლაპარაკია სარწმუნოებაზე, მე ვარ მართლმადებელი, მე ვარ ჩვენი ეკლესიის წევრი და რომ ისეც არ მსიამოვნებს თქვენს რომ ხართ თარაზ და მით უმეტეს ახლა რომ მოგისმინოთ თქვენ რას გადაგებთო, ხო? ამ პერიოდში ამ ადგილას შეიძლება ზღვარი გაივლოს და ვთხოვო და დანარჩენი ახლა მეზობლობა და მეგობრობა რა თქმა უნდა შეიძლება. აი სექტანტები თქვა ქუჩაში რომ გვაჩერებენ ხოლმე და ბიბლიის ენით გვესაუბრებიან. ამ დროს ჩვენი რეაქცია რა უნდა იყოს? აგრესიით უნდა უპასუხოს? რა თქმა უნდა აგრესია გეუფლება, მაგრამ უნდა მოვთხოვოთ ჩვენი თავი, ქრისტიანები მიტოვართ და უნდა ბოდიში მოვხადოთ ჩვენ აუხსნათ ვინა ვართ, რა სარწმუნოებისა ვართ, მოუკლედ კონკრეტულად და გავაგზავნოთ გზა. ჩვენ ახლა გვიახლოვდება ამაღლების დღესასწაული 5 ივნის მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ამაღლებას უფლისა. თუ შეიძლება აი ამ დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ გადაცემის დასასრულს 2-3 სიტყვით რომ გითხრათ. კი, სიამოვნებით უფალი თავისი ჯვარცმის და ვნების შემდეგ 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა მოწაფეებს და ასწავლიდა ქრისტეს სასუფეველის შესახებ. ის მე 40 დღესაც გამოეცხადა მოწაფეებს, აიყვანა ისინი ელეონის ანუ ზეთისხილისთაზე, მის ამათ საბოლოო დარიგება და უბრძანა რომ მათ არ უნდა დაეტოვებიათ იერუსალიმი, ისინი უნდა დალოდებოდნენ სულიწმინდის ნიჭებს, მადლს და შემდეგ ამ ყოველივე შემდეგ უფალი ამალდა ზეცად. და როდესაც მოციქულები უყურებდნენ ზეცად აღმოვალ უფალს, მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი თეთრით შემოსილი და უთხრა მოციქულებს რომ როგორც ახლა უყურებენ უფალს ზეცად აღმოვალს, ესე მოვა უფალი მეორედ მოსვლის დროს კაცობრიობის განკითხვის ჟამს, ოღონდ დიდებით და თავისი ანგელოზთა დასის თანხლებით. ხატშიც ესე არის გამოხატული განან მოციქულები, დედაღვთისმშობელი, ორი თეთრით შემოსილი ანგელოზი, რომელიც მიუთითებს ზეცად აღმოვალ უფალს. მარკოს მახარებელი ამბობს რომ უფალი ამაღდა და დაждდა მარჯვენა ღვთისა მამისა. ხოლო იონოქროპირის განმარტებით კი დაждდა მარჯვენით მამისა, ნიშნავს რომ ის არის თანაარსი მამისა, თანასწორი, მათ აქვთ ერთნაირი უფლებანი და არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკნინებული ძეღმერთი მამაღმერთთან მიმართებაში. უფალი ამაღდა ზეცად კაცობრივი ბუნებით, კაცობრივი სხეულით, ხოლო თვითონ ღვთაებრივი სულ ზეცაში იმყოფებოდა და წმინდა მამების აზრით უფალმა თავისი ამაღლებით, თავისი აამაღლა კაცობრივი ბუნება და დააყენა ის თავარ ანგელოზთა მაღლად ზემოთ და აი ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენთვის ადამიანებისათვის ამ დღესასწაულს. ყოველი ქრისტიანი ადამიანი უნდა მიდიოდეს ტაძარში, ეზიარებოდეს და მიიღოს ამ დიდი დღესასწაულის მადლი და სიხარული. წინასწარ გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს თქვენს და ჩვენს ტელემაყურებლებსაც. დიდ მადლობას გადაგიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ ეთერში იყო გადაცემა მოძღვარი, გესაუბრებოდა წმინდა კვირიკესა და ივლიტა სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე. მადლობთ ყურადღებისათვის. გადაცემის სპონსორია სამშენებლო კომპანია სასკო. მომავლის თბილი